გამარჯობათ, მოგესალმებით ყველას. დიდი მადლობა ყველას კომენტარებისთვის და გამოწერებისთვის და აქტიურობისთვის. მე მინდა მოვიკითხო და თქვენს კომენტარები დაუწეროთ ერთ-ერთ ჩემ მეზობელს. აბა. აი ვა! ეზოში მეყენა დიდი ხანი მანქანა არ დავდიოდი ამ მანქანით, ნუ არ გამირეცხია და დამახვედრეს აი ესეთი გაჩხაპნილი. აი აქაც და აქაც. ხო და აი თუ მიყურებ შენ თუ მიყურებ ჩემო მეზობელო ან ვინც ეს გააკეთეთ ჩემ მანქანაზე შენი დანარჩენი თქვენ დაწერეთ ერთხელ დამახვედრეს ესე წინა კაპოტი იყო ესე გაფხაჭნილი ეხლა საბარგულიდან რა დაგიშავეთ რა გითხრათ ხო ეს მართლა უკვე ლეგენდარული მანქანაა და ცოდოა რა ამას არა უშავს ეხლა კიდე შესაძლებია მომთხილება ჭირდება შესაძლებია ეს მანქანა და არა უშავს ავიტანმა კიდევ კაი შეღებილი არ მქონდა იმიტომ რომ ზეზე რომ იყენა დაიწვა და ნუ განადგურდა გარედან საღებავი და კაი ამას დავიტანმა ეს ხა შეღებილი ყოფილიყო სასწაულს მოვახდე. შემდეგ ვიდეოში დავპირდეთ მაყურებელს რომ ამ მანქანას ასე ვთქვათ გაატარებ, რაღაცებს ვანახებ. კი ბატონო. არ მეგონი არის ინტერესი. ხალხო დაუწერეთ კომენტარებში თავის შემდეგში ხა ამ მანქანის შეღება არ მოესწრება. არა. დანარჩენი ეხლა რა მდგომარეობაშია? დადის ხოძია პრობლემა არა აქვს. ვიზუალურად არის ლაკი არის დამწვარი და შესაღებია რა. ძალიან საინტერესოა რა შენ ხელში და ზოგადად E18 როგორაა და რანაირადაა. მოდი შემდეგ ვიდეოში ეს ვანახოთ. აგერ წულმანი დეტალები, ნავაროტკები, უკან მონიტორი. ხო და შემდეგ ვიდეოში. კაი, ეხა მოკლედ ინტრიგა ჩავაგდო. ხო. ესე იგი, ჩამოვიყვანეთ 3-4 სერია, კვადროები, 428-ები, 2 ორკარიანია და 1 გრან-კუპია დასაშლელად, თუ ვინმეს რამე დაგჭირდებათ. აქ არის. აგერ არის ეს მანქანები რაღაცეები გავყიდე უკვე. ფარები რაღაცეები გავყიდე და რაღაცები კიდე ბევრი რაღაცა დარჩა. ვინმეს ამე დაგჭირდებათ, მობრძანდით. ამ ვიდეოში იხილავთ M6-ის რასპედულები რო დავაყენე გასინჯვას, გავლას, პერებოი ხო არ აქვს, დეტონაცია ხო არ აქვს, ეგეთ რაღაცებს იქ პატარა რაღაცა ის გავფრენდით ბუგორზე და რაღაცები გაგვეთიშა ექსკლუზიური ვიდეო იქნება მოკლედ ექსკლუზიური ვიდეო მართლა ექსკლუზიური იმიტომ რომ სოფლიოში არ ამგონია სულ რომ დაგუგლოთ და დასერჩოთ ეგეთ ვიდეოს თუ სადმე ნახავთ და მსგავს კადრს რავი ყველაზე მაგარი ადრე საბარგულში ჩამესხა ზეთი M6-ში ეს არის M6-ის შიგნით ეს გუბკა რა აქ დევს რაღაცეები ზეთი ჩამესხა ნახე ამოვიღე ამოვამშრალე ავაწყე ისევ ერთ კვირას შევხედე ისევ ზეთის გუბე დგას. გამიკვირდა მე საიდან. 4 ჯერ გავაკეთე მსგავსი რაღაც ამოვამშრალე 4-ვე ჯერ და იმ დღესაც რო ავხადე ისევ ზეთის გუბე დამხვდა. ავდექი ამოვიღე ყველაფერი. ამოვიღე ყველაფერი, ამოვამშრალე ისევ ისე. გავაშრე ყველაფერი და თურმე რა ხდება. აი ეს გავრეცხე. ეს გავრეცხე და მზეზე მედო. ხო. შეხედეთ როგორი ზეთი გამოდის. რატო? ამას აქვს შეწოვილი ზეთი და რო ვაშრობდი, ხო აღარ იყო ეს ხო იდო, სიცხეში ისევ გამოდიოდა ზეთი. აი ეს ეხლა, აი სულ ზეთიანი, ეხლა მიდევ სპეციალურად მზეზე, აი ზეთი. და თურმე აქედან მოდიოდა მთელი ზეთი. ერთხელო ჩამესხა, შეიწოვა შიგნით და მე რომ გონია. ხო, მე რომ გონია რომ ზე გავამშრალე და აღარ არის, ავხდი ისევ ზეთის გუბე დგას რა. ეხა მიდევს ასე მზეზე და იწურება რა. თუ ვინოს გასი რაღაცა მოგივათ, უეჭველი ეს ამოიღე და გააშრეთ, თორე იწოვს ყველაფერს. ხო, ეგეც ძალიან საინტერესოა. მოკლედ ამ ვიდეოში ნახავთ E18-ის პროექტზე challenge-ს, ძალიან მაგარ კადრს, ძალიან მაგარ სიტუაციას და არ გადაახვიოთ რომ არ გამოგეპაროთ ეგ მომენტი. სხვათა შორის გამიკვირდა და მე მგონი E18 წავიდა და სასწაული მოხდა. წავიდა სანიკიძესთან გადავიდა ელექტროობის გასამართად და დასაქოქად. მალე მაგასაც დავქოქავ და გავმართავ. დაახლოებით ვადა ვიცით? გუშინ დამირეკა ნიკუშამ და რაღაცებს მეკითხებოდა სად რა არის, როგორ არის. ხო, ინფორმაცია მივეცი, უკვე დეტალური ინფორმაცია მივეცი, სად რა არის, რისი დაჭიკია, რომელი ძრავია და ასე შემდეგ. რა ელექტროობა არის. აი. რახან მკითხე, ესე იგი ჩალიჩვს. აი, 18-ის challenge-ს იხილავდა რაღაცებს. ძალიან საინტერესო პროექტია. მე M6-ით გავლას იხილავ თქო, ამ M6-ით რომელიც არის მესამე და სხვა იყო, ერთი M6 რომელთა დრაგზე გამოვიდა, მეორე იყო G-Power და მესამე არის ეს. ვიცით რომ წვინი წავიღეთ M6-ებით, თუმცა მართლა ძალიან მაგარ მომენტს იხილავთ, არ გადაახვიოთ, არ გამოგჩეთ და რა თქმა უნდა, სულავა როგორც დაკვირდათ, ეტაპობრივად იქნება
სხვა მანქანებიც, აგერ მაგალითად EOS-18, მე კიდე სხვადასხვა ბევრი საინტერესო მანქანა და მოკლედ გამოიწერეთ მნიშვნელოვანია მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ. F90 რო ვიყიდეთ აუქციონზე M5. ხო. ეგ მანქანა ჩამოვიდა, ნუ ვიდეოში ჩანდა რომ ხმა ქონდა მოტორს. ხო. მაინც ვიყიდეთ, ნუ кай ფასად ვიყიდეთ, ჩამოვიყვანეთ და აღმოჩნდა მაინც მოტორი გაფუჭებული. რაჭის კონკრეტულად. არ დამიშლია ძრავი, პირდაპირ სხვა ძრავი ვიყიდეთ და ჩავაყენეთ დროში მალე რომ მორჩეს, იმიტომ რომ ეხა 29-ში დრაგი არის სარიშვილის და მანდ გამოვდივართ ამ მანქანითაც, იმ მანქანითაც და ბევრი მანქანით გამოვდივართ. ამ შავითაც? ამ შავითაც X3 გაკეთდა და მაგარ დროებში დადის და ჯერჯერობით არ ვიტყვი რა დროში დადის. აჰა. იმიტომ რომ გუშინ უკვე გავტესტე. და გამოვიდა ეს? ო, აბა რა. გუშინ გავტესტე და უკვე ისე დროში დადის რომ ძალიან კარგი დრო არის. SUV კლასში. მაგრამ მანდ SUV კლასი მე არის. არის, კი. ვაფშე მაგარი. ხო. მაშინ კონკურენტი. მარტო SUV-ები. ხო. ნუ ანონსებ კონკურენტიანია. ამ მანქანასაც იხილავთ დრაგზე, მე რო M5-ით ვიყავი გამოსული, იმ მანქანასაც იხილავთ დრაგზე. M6-ით ვერ გამოვალთ, იმიტომ რომ ატმოსფერული კლასი არ არის და ამ M6-ით და მეორე M6-ით მაგ კლასში გამოსვლა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ უკანაა წამყვანები. აისვენებენ მოკლედ. ხო, ტურბინიანი მანქანებია და 1000 ხენიზალენებია და ვაფშე აზრი არ აქვს ამით გამოსვლას. მოკლედ დიდი ამბები მოხდება, წინ გამოიწერეთ არხი, ძალიან დიდი თხოვნა ჩვენი რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია განვითარებისთვის, რომ სტაბილურობა შემოგთავაზოს გიორგი სულავა. ამ მანქანაზე წინა რამოდენიმე დღის წინ დინოზე ვიყავი, 520 ცხენიზალა, 519 ცხენიზალა დაწერა საბურავზე და ცოტა რაღაცა პროგრამა ოდნავ ლაითად ჩავასწორეთ, რომ რაღაცა გვენახა, რომ როგორ დადიოდა და დანარჩენი უკვე ძლიერ პროგრამას ცოტა ხან შემოგთავაზებ და რახან 520 ცხენიზალა, 519 ცხენიზალა დაწერა საბურავზე, უკვე კაი შედეგია და პროგრამით სავარაუდოდ 540-მდე უნდა ავიდეთ. საბურავზე. საბურავზე. ეს მოგცა რასპედვალმა და მადლობა ბიჭებს რეზის და ბუბის კამებს. აჰა, ბუბის. ავიდან მადლობა ირაკლი გერმისაშვილს. ო, ეგრე. რეზის და ბუბი კამებს. ბუბი კამე თუ ბოუბის კამე თუ რა ვერ ვიმახ. ბუბის კამს. ბიჭო, ხო წავიკითხე იმას. ბოუბის აწერია მან. რო და არ დავასპოილეროთ, მაგრამ მოგვარდა ის პრობლემა, რაც ამ მანქანას დაიმართა? გუშინ უარესი მომივიდა. რა. ვიდი თუ მინდა თქვი, ანუ ის იმ ფაქტის მერე ჩავსვა ამას. ის დამცველი იყო დამწველი რა, დამცველი შევაერთდა და გასწორდა ყველა. აჰა. გუშინ საოცრება დავიმართა. რა. რა, ბარემ თქვია, ვა? დამცველი ხო ჩავაყენე და ანუ რაღაცა რო დაიწובה დამცველი, რაღაცას განიშნებს რომ რაღაცა პრობლემაა, ხო? ხო, სადაც პრობლემა იყო დაიწვა, ხო? ხო. მე კიდე დამცველი დავაყენე, კიდე ერთხელ დამიწვა და მესამეჯერ კიდე ჩავსვო, გუშინ მოსახოვში შემოვიდივარ, ცოტა გრუბად შემოვედი რაღაცა და აი ვიბრაციაზე მაგნიტოფონი გამეთიშა, სპიდომეტრი გამეთიშა, ყველაფერი გამეთიშა. ხო. ისევ დაიწვა. თან ისე დაიწვა, რომ მიაყოლა კიდე სხვადასხვა რაღაცეები და ეხა პრიბორი ვაფშე დამწვარი, აგერ ეხა სხვა პრიბორი დავაყენე საცდელად თუ გასწორდებოდა და რა ძრავის კომპიუტერს ხო შეექმნა პრობლემა. ფანაილია, ბიჭო, აქ სადაა მეორე. მეგობრებო, დაცხადა ცოტა პორნო კადრები წავიდა, სულავა. მოკლედ ჩაუჯექით ძალიან მაგარი ვიდეო გელით წინა და გამოიწერეთ არხი, არა და გავიწყდეთ. მადლობა ირაკლი. არხი გამოიწერეთ. აუცილებლად. ირაკლი აკეთებს გალოკის პორტირებებს. უი. ძალიან მაგარ პორტირებებს აკეთებს, აგერ მაგალითად მაქვს ჩემი გალოკა რო გითხარით დაპორტირებული მაქვს მეთქი სად არის? აგერ არის. აი, რისი გალოკაა ეგა? M5-ის, M6-ის 10 ცილინდრიანის. V10-ის. ცოტა ხანში მე ეს გალოკები დავაყენო, ეხა ეს რასპედულების საცდელი ვერსია იყო. ესენი დაპორტირებულია, ირაკლიმ გააკეთა, გაადიდა შემშვები, გამშვები კლაპნების ადგილები და ძალიან დიდი სხვაობა იქნება, იმიტომ რომ აი ეს ადგილის და ეს ადგილიც ძალიან გადიდებული არის. შესაბამისად, ეგ უზრუნველყოფს უფრო ბევრი ჰაერის შეშვებას და გაშვებას, ხო? თავისთავად. არა, ვიცი რა, ფლობს აგას. ორი თვია მეუბნება, მეორე გალოკა მომიტანეო. ხო. რო გავაკეთოო და რა ვიცი. ვერ მივედი გარაჟში, რომ მეორე გალოკაც მიუტანო. ხო. ოდესღაც მოგიტან. კაი. ერთ საინტერესო პროექტზე უნდა მოგიყვეთ, ჩვენმა ძმაკაცმა გააკეთა. 93 არის ფურგონი არის, რაღაცა ის არის. კატაფალკას რო ეძახიან რა. წამოდი. გვერდიდან შეხედე, გვერდიდან დისკები რაღაცა ვიზუალი. აქ კიდე M3-ის ძრავი 4-დან 0 S65. S65. კი ბატონო. იწყობა ეს მანქანა
ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მანქანა იქნება ქალაქში 93 კუზაოში. ფერი არ უხდება ჩემი აზრით. მე მაგრად მომწონს ეს ფერი. მე მომწონს ეს ფერი. თან რო გაირეცხება, უფრო ლამაზი იქნება. პალიროვკა რაღაცები გასაკეთებელი აქვს, ჯერ შეიღება და პალიროვკა გასაკეთებელი აქვს და ისეთი ლამაზი ფერი ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება. წინაზე რო ვთქვი 46-ში მეთქი 10 ცილინდრიანი ძრავი რა. იქ კუზაო არ ვარგა, ის არ ვარგა, აგერ არის ქარხნული M3 არის ვარიანტი რომ სპონსორები თუ გამოჩნდებიან ამ მანქანაში ჩავდოთ 10 ცილინდრიანი ძრავი. თუ არ გჯერათ რომ ეს M3 არის, მოდით გაჩვენებთ. წინაზე იყო ლაპარაკი რომ WBS-ი უნდა ეწეროსო, კუზაოსო და მთელი ამბებიო და აი WBS, WBS. არის თუ არა ეს ვინკოდი? არის. მატორიც არის. თუ ვინმე სპონსორი გამოჩნდება, ამ მანქანას გადავაწყობთ 10 ცილინდრიან მონსტრად და მასკვიჩას გავასწრებთ. Yes. მასკვიჩ დაგერხა. ესე იგი ლაშას მაინც ერწამით გაჯერდი არ მოხვიდე. ლაშას დავაბარე ამ მანქანისთვის რომ მოეტანა T6 გალოვკარო რაღაც კომპრესორის ბოლტი მომეშვა რა და მოვიტანე ეგერ დაგიდეო და მანდარიო და ნახეთ რა მომიტანა. ნაბორი მომიტანა, ვერ გაარკვია რა იყო T6 და მოიტანა თლიანად. რაც გინდა ის გიქნიაო რა. აჰა. აი ეს არის T6, აი. ლაშა რო იცოდე. მადლობა. ამ მანქანის პროექტიც დასასრულს უახლოვდება. დაქოქვა მალე იქნება. კომპრესორის გადამყვანს ველოდებოდით შიგნით აი შკივი რო ემაგრება ფრთებს, იქ აქვს პატარა გადამყვანი, რომელიც გაფუჭებული იყო და დიდი შატკა ჰქონდა. და ჩამოვიტანეთ კიტი, რომელიც აუნჯობესებს მაგ გადაბმულობას და შატკა აღარასდროს აღარ იქნება. არის სამუდამო. ქარხნული არის პრუჟინიანი, რომელიც ხშირად ფუჭდება და ჩამოვიტანეთ გაძლიერებული ვერსია, რომელიც აღარ გაფუჭდება, არასდროს ესე იძახიანდა. იმდენი ხანია დგას ეს მანქანა აქ, რომ დაიმტვერა, არ და როგორი სუფთა და გაპრიალებული ძრავი იყო და დაიმტვერა და გაჭუჭყია. კი ბატონო. გაირეცხება კიდევ ერთხელ კაცო. რა პრობლემა? რა უშავს. ამად აქ ჯდება გადამყვანი და აქ ჯდება გადამყვანი, რომელიც ამ შკივს აკავშირებს ამ კომპრესორის ფრთებთან. აქ რაც აყენია ქარხნული არის ცოტა სუსტი და ხშირად ფუჭდება ხოლმე მაღარ ნაგრუსკებს და რესკ დაჭერაზე ტყდება პლასმასისგან. ჩამოვიტანეთ გაუმჯობესებული ვერსია, რომელიც დადგება და აღარ გაფუჭდება. აგერ ჩამოვიდა მთლიანი კიტი თავის ზეთით თავის შპრიცი მოყვა ზეთის ჩასასხმელი. ეს არის ის გადამყვანი. აქ დგება ესე და მე კომპრესორზე დგება. დირკა ვერ დაუმიზნე, არ შევიდა. მაშინ ესე შევა. შედის. აი ეს არის ქარხნული გადამყვანი, პრუჟინიანი, რომელიც ელასტიური არის რა, ანუ რესკად რო დააჭერგას პრუჟინა იჭიმება და მერე მიდის და ხშირად ტყდება ხოლმე და ისეთი არის დააჭერ თუ არა ეგრევე ბრუნი ემატება. ეს კიდე პრუჟინით არის, ჯერ პრუჟინა იჭიმება და მერე იწყებს შკივი ბრუნვას. აი ეს სხვაობა გვაქვს სპორტულში და ქარხნულში. ამაზე იძახიან რომ ვეჩნიარ და აღარ ფუჭდება არასდროს და ეს ხშირად ტყდება ხოლმე. მერე ეს არის ზეთი, რაც კომპრესორში ისხმება. T6 რომელია? ესეც ზეთი არის. ეს ამით დაუყენო და თავი ჩაასხა. ეს არის წინა შკივის სალნიკი. ეს შკივი რომ მოიხსნება, აქ წინა ცხვირში დგება ეს სალნიკი, როზეთმა არ გააპაროს, ეს თო დავშალოთ და აქ შიგნით პაჩემნიკებიც აქვს. ეგ პაჩემნიკებიც აქ გვაქვს ღერძის პაჩემნიკები, ორი ცალი.
ეს არის გერმეტიკი. ეს რაღაც ვიზიტკა და ინსტრუქცია რა და როგორ უნდა გააკეთო. ინსტრუქცია არ ყოფილა. აუ, სტიკერი გვაქვს. აი. ZZP თუ ZZR რა არის? ZZP. შო. დანარჩენი უნდა შევცვალოთ. ლაშას ბედი არა აქვს. მოვედი ხა მანქანის გასაკეთებლად წვიმა წამოვიდა. რა ვქნა ძმაო, წვიმაში ხო არ ვიმუშავებ. რა გავაკეთო? ჩემი ბრალია? ჩემი ბრალი ხო არ არის? მოვედი პატიოს რა სამუშაოდ, აი. შო. შევედით ბოქში. საქმე დღეს აღარ გაკეთდება. Вот так. ეხლა წავიდეთ დავშალოთ ეს რო შევცვალოთ პაჩებნიკები. ჰა? ტეტერი. აქ რა წერია ზეზერი. ZZP. არა. იქნებ ტერია, просто. რა ტერი? შენ რუსულ ტს უყურებ? აბა ინგლისური ტ სად არის აქ? იქნება სადმე რა. ტერია, კი ბატონო, ტერია. აბა? ტერი. სად ხედავ ტერს? ტერი. აი ბიჭო, გაიბი. სიცხვილი. ტეს სად ხედავთ? გამაგორგვი ერთ-ერთი. ტე და ერი. ეგ არის, ეგ. просто ცუდი სტიკერია ის. და თეთრ იმაზეც კარგად ჩანს რომ ტერია. მე აქ ტერს ვერ ხედავ. დაწერეთ კომენტარებში. აგერ აი ZZ performance. მოდით აქ თქვენ ლოხებო თქვენ. მოდი აქ. აგერ აი წერია მისამართი, აი ზაზა პერფორმანსი. ZZ performance. აქაც ეგ არის, ZZ performance. აა, კი ბატონო, მართალი გამოდგა გიორგის უავა. ოროსნები ესენი, ოროსნები. ჩავალაგოთ. დაწერეთ კომენტარებში რომ დროზე მორჩეს ამ გენიალური მანქანის პროექტს. აი შევიდეთ ეხა პაჩემნიკები შევცვალოთ და მე წვიმაც გადაიღებს 1-3 დღეში და ცოტა მეტი სიყვარული და პატივისცემა 38-ის მიმართ რა. 38 მიყვარს ყველაზე მეტად. ხო და მე მიდი ძმაო, მიდი. აი ხო მოვედი, ჩემი ბრალი, ხო მოვედი მანქანის ასაწყობა და წამოვიდა წვიმა. აი ჩემი ძაღლები შემოსვლა უნდათ, აი. გაუყიკარებ მიდი. თორე გარე ჩხუბობენ. ხო? ეს ვიდეო სანამ დაიწყე, მანამდე ისტორიული მომენტი გვქვი. ჩემ ბედზე წვიმამ გადაიღო, ჩემ ბედზე გადაიღო წვიმამ, მაგრამ სანამ წვიმამ გადაიღო კი შევცვალეთ ყველაფერი. პაჩებნიკები რაღაცეები არ გადაგვიღია, ბატონ გურამის დამსახურება არის. როცვლიდი? რა გადაიღე? მე უყურებთ, მოდი. ო, მადლობა. განათება არ გაქვს და მაგითო. განათება არ გაქვს, ძმაო, სიცხვილია ამ ხელა კაცს, განათება არ გაქვს. გამინათე მე. გააკეთე რა უნდა იმის გაკეთებას. ეს კომპრესორი ეს უნდა ბძრავდე. და მოხსნელი გვაქვს რა. ჩაკუჩკინა. ჩაკუჩი? ჯამში. თავის მოხსნიან, თაპრესვიან, გამოპრესვიან რაღაცა, აი სამუშაო გაჭირდა და სადღაც 17-18 წუთი არც კი რა. აი ბიჭო, არა, წუთი. აი ხა ამის მოხსნა. აი მაგ ხო? ჩაპრესვა მოიყენება, აი გეუნები რა. 20 მაქსიმუმ. ხო, ამაშია საქმე, კი არა. და დგას რამდენი თვეა მაგის გამო? 17 წუთის გამო? მიმერულდებოდი 17. ჰა? 17 თვე. ტოკარი არ ყავდა და მაგითო. სადა T6 რომ მომიტანი წაღან. მომიტანი T6. მოუტანე. მედი ნაბორი. ასე გამოვიდა აწყობილი. რატომ კაკებას უსწრებს ძმაო? გაჭობილი გაქვს? ავაწყეთ ეხა კომპრესორი, ყველაფერი შლანგები რაღაცები შევერთეთ, უკანა დროსელი დაგჭადა. თან ამომიგდო რომ აკებამ რაღაც ვიდეო დადოო და თან უყურებ იქ ვიდეოს და თან აქ ვაწყობ რა. გაიგებექა. თან გიყურებ, თან მუშაობ ძმაო. თან ვსწავლობ იქ რომ უყურებ, მე ვსწავლობ და აქ რაღაც იგივე რაღაცებს ვაკეთებ რა. გადადით გამოიწერეთ ბექას არხი. მოკლედ ეხლა ეს არის დაპირებული მანქანა. ეს ის მანქანა რასპედულები რო შევცვალეთ. და ეს დისკები ძალიან
მოვთოს მე. მეც მოვთოს. პადვესკა კი. ეს მანქანაა რასპედულები რომ შევცვალეთ. ავაწყე, ყველაფერი დავაყენე. არაფერი ჯერჯერობით პროგრამულად არაფერი გაუკეთებია. უნდა გავიარო და ვნახოთ სიარულში რამე პრობლემა ხო არა აქვს, რამე პერებოის ხო არ მოგცემს, სუფთად იმუშავებს თუ არა დიდი რასპედულები. უნდა გავატაროთ, ვნახოთ. რაღაცა ლოგებსაც მე ავიღებ და უნდა ჩავასწოროთ მე პროგრამა, რომ ამ რასპედულებს სჭირდება სხვა პროგრამა. რა პროგრამაც მიწერია, ძლიერი პროგრამა, მაგარი პროგრამაა, მაგრამ ამ რასპედულებზე გათვლილი პროგრამა არ არის. შესაბამისად, უკეთესად არ იმუშავებს. ცოტა უკეთეს შეიძლება იყოს, მანამდე რაც იყო იმას შედარებით, მაგრამ რა პოტენციალიც აქვს ამ რასპედულებს, ეხლა მაგ შანსს, მაგ ძალას ვერ მივიღებთ. რაც შეეხება საწვავს. სუპერი არავის არ აქვს, არ ვიცი რა ხდება ამ სუპერზე. ერთ კალონკას რო არ კონდეს, სხვას კონდეს, გასაგებია, ყველას რო გაუთავდა სუპერი, რა ხდება? საწავიდა. ერთ ვიღაცას ერთ შემოაგდა, მე ყველა კალონკა იღებს ამ სუპერს თუ ვერ მივხვდი რა ხდება. სუპერზე არის ეს მანქანაც 100 ოქტანზე არის დანასტროიკებული, მანამდე რა პროგრამაც გვეწერა. ეხლაც ეგ ბენზინი გვინდა, ეგ ოქტანობა გვინდა, მაგრამ არ არის. ეხლა უნდა გავიარო პრემიუმით, ვნახო რა შედეგს მიიღებს, როგორ იმუშავებს და მე სუპერი რო შემოვიდა, გადავანასტროიკოთ და ვნახოთ რა მოდიფიკაციაზე მივალთ და რა შედეგამდე მივალთ ამ რასპედულებით. გავიაროთ ეხლა და ვნახოთ, ერთად ვნახოთ ყველამ როგორ ჩქარდება და რამე პრობლემას ხო არ შეგვიქმნის, ან რამე ჩეკს ხო არ აანთებს, ან რამეს უბედურებას ხო არ იზავს დიდი რასპედულები. წავედით. წინაზე ხა დრაგზე რო ვიყავდა, ковშები არ შეიძლებაო. ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ковში თუ გიყენიაო, 5 წერტილიანი რემენი უნდა გქონდესო, რო გამოგიშვაო და აი 5 წერტილიანი რემენი მაქვს. ქვევიდან ეხა არ მაქვს გამოყვანილი, თორე ისიც მაქვს. 5 წერტილიანი რემენი მაქვს და ამ ესეთი მოდიფიკაციით გამომიშვებენ დრაგზე ვითო? თუ კიდე რამე მიზეზს მოიგონებ. რა თქმა უნდა. კი ბატონო, იყოს ეგრე. აქაც ჩავაყენებ სტანდარტ სიდინებს, არ მაქვს პრობლემა. ამ მანქანითაც გამოვალ და მეორე მექანიკითაც გამოვალ. Mercedes-ზე მაქვს რევანში ასაღები. თორე Mercedes-მა გამასწრო და არ მსიამოვნებს ეგ მე. კარგად წავიდა? კი, ის. ჯერჯერობით რასაც უყურებ, ნორმალურად მუშაობს. ვერაფერი ზედმეტი ვერ ვიგზენი, რამე ჩავარდნა არასწორი მუშაობა. კარგად ჩქარდება. და ეს რასპედულის მატება რამე იგზენი? ნუ მანამდე იყო 8 და 2-ის მერე ტყვილა ტრიალებდა, ვატრიალებ 8 და 8-ს და 8 და 2-ის მერე უგზნობდი რომ ტყვილა ტრიალებდა რა და ეხლა ეგ ვერ ვიგზენი რომ ტყვილა ტრიალებს აჩქარება იგზნობოდა მაღალაბაროთით. ჩააგდოს კი არა, 3 წამის მერე გადართოს თუ კიდე თავარია ემოცია რა. სხვა მუღამი აქვს ამის კაროფას. აბა რა. კამერი გვეგაზავება რა. ო. არქანა ეგ. ელანტრამ რა ჩაგვია რა. მოკლედ ეს არის პოტენციაში და ყველაფერი როგორ ჩება იმაზე ჩქარი ვიდრე ჩვენ გამისეი. ეს ისეაც უფრო ჩქარი იყო. მექანიკასთან შედარებით ეს ისე სანამ რასპედულს დავაყენებდი ეს ოდნავ ჩქარი იყო იმასთან შედარებით, იმიტომ რომ ამაზე ხიდი მოკლე მიყენია. მოდიფიკაცია თითქმის ერთი და იგივე არის
მაგრამ ამაზე ხიდი 391 მიყენია, იმაზე 362 აყენია და ოდნავ ჩქარი იყო ეს მანქანა იმ მანქანასთან შედარებით და ეხლა რასპედულები რა შედეგს მოგცემს გამოჩნდება რა. ამ ტესტავთ რასპედულები რომ დავაყენებ, ტესტავთ რამე პრობლემა ხო არა აქვს. დეტონაციებს უსმენ და ასე შემდეგ და არაფერი სუფთად მუშაობს და სუფთად ჩქარდება. მანქანა ვაიმე მერსდესი რასაკი არ მომკლა. ვიმუქსავთ ბევრი. მევასება. დავსტარტოთ. გავასკდეთ ბუქსაობით რა პრობლემაა. ო, დრაგზე აუცილებლად სლიკები. ამას რეალებს ხა ეს? 8800 რუმზე მიდის. კიდე ერთი პროგრამა მაქვს 9000-იანი და ნახოთ რა იქნება. ერთი გავაჩეროთ და ადგილიდან დავსტარტოთ. გავსკდეთ ბუქსაობით. რაც შეეხება launch controls, ამერიკულებს აქვს launch control-ი 1.500 აბოროტიდან ილანჩება და სიჩქარეებს თავისით არ თავს, უბრალოდ მაღალი აბოროტიდან იძვრება, ოდნავ მაღლიდან. ევროპულებს აქვს 4000 აბოროტიდან იძვრება და launch-ის ჩართვის დროს სიჩქარეებს თავისით რთავს. შენ არ უნდა გადართო სიჩქარე, თვითონ აკეთებს ყველაფერს. ეგ მარტო ევროპულ და იაპონურ მოდელებს აქვს. ამერიკულს მარტო აქვს 1500 აბოროტიდან ილანჩება და სიჩქარე შენ თვითონ უნდა გადართო, თვითონ არ გირთავს. შენ რომ ირჩევია. 4000 აბოროტიდან რო იძვრება, ის ცოტა სეპლენიას დიდ ზიანს აყენებს და შეიძლება სეპლენია ჩამოწვა და ეს უბრალოდ ოდნავ მაღალი აბოროტიდან იძვრება. გასაგებს მოჩი რომ ჯო. აგერ აი განათება ჩაქრა. მანქანა თავის თავს თვითონ დაფუჭებს რა. განათება ჩაქრა და სპიდომეტრი გაიჭიდა. სპიდომეტრი გაიჭიდა. ვახ, აბოროტის ნახსადაა გაჭედილი. ოპა, გენიალური კადრი. ეს არის ძალიან მაგარი კადრი. და აი ისო ისა. ავარიაზე არ არის ეს ყველაფერი გაჭედილი. მოძრაოდ კი ცოცხლები ვართ გადარჩით, აი. არა სპიდომეტრი გაჭედილია. საინტერესოა. საოცარ ფაქჩევეს არის უწევ. რაჯან დაბაიტაკა. ანუ იქხელა გარტყმებია კოლოფიდან გამომდინარე, რომ მანქანა თავის თავს თვითონ აფუჭებს. იგივენაირად. შეგადე აბოროტისა და ადარჩენი. მე და სუპერ კადრი ჯი. სპიდომეტრი კი არა, სტაბილიზატორიც გამოყვება. მაგარი. ახეთ ხალხო სადაა გაჭედილი. აჰა, აი დაფიქსე, ვისაც აინტერესებს ხოლმე რა სტოპ კადრი, რომ აბა სულავა რამდენიც ვიდეო და იმ დროს. აი რამდენიც ვიდეო და რა აბაროტი იყო. ძალიან მაგარია, საუ. ესეთი რაღაცა არასდროს არ უქნია. ხო, სხვათა შორის მოკლედ ეს მანქანა ხამს სპიდომეტრს გაჭედავს თუ არ ჩავთვლით, რაღაცა უფრო მესვეჟა და უფრო
აი ხო, ამ წასვლითაც უფრო კარგად დადი სისრაფის პონჩი. და როგორც მანქანა უფრო სვეჟია რა. კი ბატონო. სულოა, ისე ჩქარა წავიდა, რომ სპიდომეტრიც კი დაწვაო. ეს რა საოცარი ფაქტის წინაშე დავდექით უცებ ჩვენ ახლა. ძალიან საინტერესოა. აი, ეხლა ამ სიჩქარეზე გაჩნდა. ეს არაფერი არაა. ო, მაშინ კი იყო ამე, ნუ ეს ტემპერატურა რა არის ესე? ეს გადაიწია წეგან პლუსი რომ მიუცი გადაიწია. ხო. აქ რო ყოფილიყო ეს ტემპერატურა ხო? კიდე მოტორი გადააგდე. კიდე კაი. წეგან რო დავშალე, მაინტერესებდა. მოკლედ პლატა დაიწვა ამაში რა. ხო. არ ვიცი როგორ აღდგება, ეხლა დავაყენე. ჩემი მეგობრის კონკრეტულად რა იწვევს მაგ პრობლემას ჯერ არ ვიცით? პრიბორშია რაღაც პრობლემა რა. და პრიბორი აკეთებს ამ ყველაფერს? ვა. რა შეეხება დრაგზე M6-ით გამოსვლას ჩემთვის ძიმე თემა, იმიტომ რომ Mercedes-მა გამასრო, ულოცავ Mercedes-ის ფან-კლუბს ჩემზე გამარჯვებას, მაგრამ შემდეგ დრაგზე დაგიბრუნდებით, არ დაგითმობთ არაფერს. რა შეეხება ხა რა აზრი აქვს, რა მოხდა, როგორ მოხდა რა, წავაგე, ოფიციალურად ვაღიარებ, რომ წავაგე Mercedes-მა გამასრო, ეხა ჩემი პრობლემა იყო თუ მანქანის პრობლემა იყო, წავაგე. წაგება. მე ეგრე ვიცი და რომ გამოედებიან და რაღაცებს იძახიან ამიტომ ეგ არ მაინტერესებს. ოფიციალურად წავაგე, ულოცავ ყველას. მაგრამ რაც იყო, ეს გასამართლებელი არ არის, უბრალოდ სტარტში რომ დაიცოტა იყო ბენზინი, მას კუჩაც იქ იყო და იცის ეგ ყველაფერი რა, მანქანაში მეжда, ცოტა იყო ბენზინი, ნუ ბაზარია რატო იყო ცოტა ეგეც საკითხავია, დამიწერთ ახლა რომ ბენზინი ჩაგეცხა და დრაგზე გამოდიხარ, ბენზინი არა გაქვს, მაჩვენებელი იტყუებოდა, არასწორად აჩვენებდა და ცოტა ნაკლები იყო, იმდენი იყო ბენზინი, რომ არ უნდა გათავებულიყო, ანუ ატლევი მომცა, რომ დაისტარტა, სლიკი რომ მოეჭიდა, ბენზინა ეთყობა, უკან წავიდა და ატლევი მომცა და გაიგუდა მანქანა. და მაგიტო ვეღარ გავაგზელე, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ თავს ვიმართლებ ამით, არ ვიმართლებ, წავაგე ჩვეულებრივად. დამსახურებული მოგება იყო Mercedes-ის, რომც დავსტარტულიყავი, ისე მაგრა დადიოდა ის Mercedes-ი, რომ შეიძლება ვერ გამესწრო, იმიტომ რომ იდეალური საბურავი ქონდა და იდეალურად ჩქარდებოდა. 11.9-ში არა, მაგრამ მანქანამ როგორც ვიცი და მე 11.9-ში არ მივლია. კარგი საბურავით შეიძლება მაქს დროში მეც მევლო, მაგრამ იმ დღისით ყველა საუკეთესო დრო მქონდა 12 და 1. ჩემზე კარგი დრო მაინც აჩვენა Mercedes-მა. ამიტომ ბენზინი რომ ატლევი არ მოეცა, შეიძლება ვერც გამესწრო. ამიტომ ულოცავ ყველას Mercedes-ის მოყვარულებს AMG Club Georgia-ს ჩემზე გამარჯვებას. მაგრამ გვპირდებით შემდეგ დრაგზე არ დაგითმობთ არც ერთ წამს. შეიძლება სხვა მანქანამ გამოსვლას, მაგრამ Mercedes-ი ვერ გამასწრებს. ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მე ყველაფერს შევეცდები ბოლომდე მივაწვი. N54-ზე რაც შეეხება, ნუ რავი, აი ძრავი არ მომწონს, იმიტომ რომ ნაწილები არ ინჟექტორები პრობლემა აქვს, ტურბინები პრობლემა აქვს, ძრავი გამძლე არის, ბლოკი ყველაფერი გამძლეა, მაგრამ ინჟექტორები და ტურბინები ძალიან პრობლემა აქვს და სულ პრობლემა არის და პომპა ნუ N55-საც იგივე აქვს და ეგ არ ითვლება პრობლემად, ის პრობლემა იგივეა, მაგრამ ეს ინჟექტორები სერიოზული პრობლემაა. უმეტესობა გაფუჭებულია, ახალი ორიგინალი ინჟექტორი რო იყიდო $900-მდე ღირს და 6 ინჟექტორი რო იყიდო, წახვალ წესიერ მანქანას იყიდი და. მაგიტო N54-ებს ხო, წალი კი. ხო და ამიტომ N54-ზე ბევრს აღარ ვლაპარაკობ ხოლმე და არც ვეკარები მაგ მანქანებს, იმიტომ რომ ჯერ ნაწილი არ იშოვება. მერე პერებოიზე იქოქება, დილი დაგქვაზე პერებოიზე იქოქება, სწორდება, ეგ ნიშნავს, რომ ან ბენზონასოსი იცლის, კიდე ბენზონასოსი აქვს სუსტი, მაღალი წნევის ნასოსი და ეგეც დიდი თავის ტკივილი არის რა და. დილი ცივზე როცა იქოქება პერებოიზე ჩავარდნებზე მერე სწორდება, ან ბენზონასოსი ცლის წნევას, ან ინჟექტორი ასხავს ბენზინს ძრავში და რაც იწვევს დეტონაციას და ერთხელაც თუ ბევრი ბენზინი ჩაასხა, შეიძლება დაქოქო და გიდროუდარი მიიღო. ჩვენი მანქანა ახლოვდება, ცოტა ხანი გვაპატიეთ, მანქანა უნდა ვიყიდოთ M5 ვეთამაშები, 3 მანქანა დარჩა და დაგიბრუნდებით. მე რამდენი ვიდეოა უკვე სულ M6, ოღონდ სხვადასხვა M6, ერთ ეგრე M6 არ არის, მაგრამ M6 მეტი არაფერი გინახია და შემდეგ ვიდეოში ან F90-ს გადავიღებ, დრაგზე რა მანქანითაც ვიყავი და მესამე ადგილი დავიკავე, ან ამ X3M-ს გადავიღებ, რომელიც თითქმის ბოლოში გავედით, პატარ-პატარა წულმანები დაგვრჩა და
ამოვქოქავთ ძალიან მალე. შემდეგ ვიდეო იქნება ან F90-ის, ან X3M-ის 1009 ძალიანის. საინტერესო ვიდეოს შემოგთავაზებთ შემდეგში. იაქტიურეთ, რაც მთავარია. რა გინდა ბიჭო, და მაძალებს ჩვენი ოპერატორი, რომ 40000 გამომწერზე თუ ავალთ, ჩვენ ძმაკაც ყავს ლუკას დემეტრეს საქმეს ვინც აგრძელებს, DTK Motorsport-ის E-კლასი 40000 გამომწერზე თუ ავალთ, ეგ ვიდეო გადავიღოთ Mercedes-ი გატესტებო და მაძალებს Mercedes-ით მატაროს და დამანებე თავი. არა. თუ გინდათ, რა ვიცი, თუ გაწყობთ Mercedes-ი რომ გავტესტო, რავი, დამიწერეთ კომენტარებში და თუ ავალთ 40000-ზე, თქვენ გამო Mercedes გავტესტავ. ისე არნერი სურვილი არ მაქვს. 213 არის, 63 არის, 1009 ძალიანია და ლუკასაც ველაპარაკე და თუ დაგჭირდა პრობლემა არ არის. გათხოვებ მანქანას გატესტევა, მაგრამ მე და Mercedes-ი არნერი სურვილი არ მაქვს. თქვენ თუ გინდათ, მე გავტესტავ, პრობლემა არ არის. იტყუება ხალხო, იტყუება მოსოლს, მაგრამ მოსოლს. Mercedes-ი მე, ბიჭო? იმიტომ რომ F90 გავს. არა, სიმართლე რო გითხრათ, რო ვატარე, მართლა ძალიან დიდი ათქვა, ეგ უკვე ვიდეოში. ინტრიგა. აბა ეხა ამას კითხეთ, აინტერესებს ვაფშე ან Mercedes-ი ან BMW? წამოკოტრიალებული ვარ და რო ძინავს? გამოიწერეთ არხი და დააკომენტარეთ და ზარის ღილაკი გააქტიურეთ. მე წინ დიდი პროექტები მაქვს უკვე დაგეგმილი და ეს პროექტები რო განვახორციელო, მჭირდება დიდი აქტიურობა, გამომწერები და ასე შემდეგ და თუ გამოიწერთ არხს და მოემატება ხალხი, ძალიან დიდ კონტენტ შემოგთავაზებთ, რაც შეეხება ავტოსფეროს. ბევრი რაღაცა მაქვს უკვე რაღაცები გადაღებული მაქვს წინასწარ, რომელიც საომავლოდ უნდა დავდო და თუ იაქტიურებთ, მეც ვიაქტიურებ ორმაგად. ამიტომ გამოიწერეთ არხი, მეგობრებსაც გადაეცით, რომ გამოიწეროს ჩემი არხი და შემოგთავაზებთ კარგ ვიდეოებს, სხვადასხვანაირ კონტენტის ვიდეოებს, რა ვიღოთ, იქნება სულ ავტოსფეროში. ჩემ ჩუგოს როგორ ძინავს. სულ არ აინტერესებს არხის გამოწერა. მადლობა ყველას გვერდში დგომისთვის. კარგი სურვილებისთვის.